ბუნების ნაყოფიდან სრულყოფილებამდე ეს მინდა გამოვიყო თქვენი სლოგანი მინდა გამოვიყენო თქვენის ნებართვით. ჩვენი ხარისხით ვართ ყოველთვის ამ 58 ქვეყანაში, რომელიც ზეთისხილის წარმოებელი ქვეყანაა, ვართ ყოველთვის საუკეთესო და ყოველთვის პირველ ხუთეულში შევდივართ. ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა პარტნიორობაში და ყოფილა თუ არა შეცდომა მიუხედავად მრავალფეროვანი გამოცდილების. 2019-ში ხვდები მსოფლიო საერთაშორისო გაეროს ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი ამ ორგანიზაციის. კი ბატონო. რომელია პრიორიტეტი ბიზნესმენისთვის? იდეალიზმი თუ მატერიალიზმი? დღესდღეობით აი Rolls-Royce ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებელს ისა რა ქვია Opel-ის ფასში რა. ხალიჩების ქსოვაც იცი. აბა შეგიძლიათ ახლა მოგხსოვოთ ხალიჩა? ერთი ენერგიით დაწყებული წარმატების პლანტაცია. თავმაც შეიძლება ითქვას. ჯანსაღი ხედვა და აუცილებელი უნარები. მან ზეთისხილის ისტორია არა მარტო საქართველოში შექმნა. გიორგი სვანიძე ჰოლდინგის დამფუძნებელი, გაეროს ეგიდით არსებული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, საქართველოში ზეთისხილის კულტურის ფუძემდებელი, საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი და მე შემიძლია თავმაც ვილაპარაკო კიდევ მრავალფეროვნებაზე მისი რეგალიების ჩამონათვალში. უღმესი მადლობა გიორგი. არეალში გაერთიანებისთვის პირველ რიგში და დიდი მადლობა არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის. ისეთი გარემო დაგვახვედრე არაჩვეულებრივი გუნდით. მე ამას ველოდი კიდეც, როგორც კი შემოვდგი ფეხი, ზუსტად ის გარემო აღვიქვი, რომელსაც ველოდი. რა თქმა უნდა, ხა ესეთ კალბატონი რომ მოგზანდებოდა ჩვენთან სტუმრად, ყველანაირად შევეცდებით და უღმესი მადლობა ამისთვის. შევეცადეთ რომ წარმატება ისე რომ თქვენი გადაცემაც წარმატებული იყოს და საწყისი ეტაპია და თქვენი მხარში და გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უღმესი მადლობა ამისთვისაც. ყოველთვის თქვენ გვერდში მე მახსოვს თქვენი გვერდში დგომა წლების განმავლობაში და ჩვენი გვერდში დგომა წლების განმავლობაში, როდესაც ის წარმატებული ნაბიჯები ვითარდებოდა, რომელიც ნამდვილად შეიძლება ითქვას განებივრებად ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკური მიმართულებისთვის, სამაგალითო ბიზნეს განვითარებისთვის და იმ კულტურის დანერგვისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთ ადამიანებისთვის, რომლებიც ასევე ჩართულები არიან აქტიურად იმ ჟამთა აღმწერლობაში, რომელსაც სვანიძის ჰოლდინგი გულისხმობს, რომელიც სხვა მიმართულებას მოიცავს და მე მინდა დღეს განსაკუთრებული ყურადღება მაინც ზეთისხილს დაუთმო, იმიტომ რომ ჩემთვის სენსიტიური საკითხია ეს. თუმცა მანამდე ბერლინის უნივერსიტეტი ჩიკაგო მახსოვს, ჰოლანდიაში ბიზნეს და ადმინისტრირება, ესეც საგანმანათლებლო მიმართულება, ესეც მახსოვს. პირველი კომპანიის დაარსება ჰოლანდიაში, თქვენთან დამეთანხმეთ, რომ მე მიუყვე მიმართულებებს სწორად, თანამშრომლობა უამრავ ქვეყანასთან, ესეც კარგად მახსოვს თითოეულ გადაცემაში, რომელიც წარმატებით უკვე დაინერგა სწორედ ის გამოცდილება საქართველოში. და ეს არის საამაყო, რომ გამოცდილება მიღებული საერთაშორისო მასშტაბით სწორედ საქართველოში ინერგება. დაგეხმარათ უნარების განვითარებაში საერთაშორისო განათლება და ის გამოცდილება, რომელიც აქამდე მოიტანეთ. რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ საერთოდ ნებისმიერი განათლება ცხოვრებაში ყოველთვის გვადგება და მეც დამეხმარა რა. თუმცა ასე მნიშვნელოვნად რო გვადგება, ეს ხაზგასასმელია და ამიტომ აღვნიშნე ეს. ასე მნიშვნელოვნად სხვადასხვა მიმართულებაში, ხომ ასე? ბუნების ნაყოფიდან სრულყოფილებამდე ეს მინდა გამოვიყო თქვენი სლოგანი მინდა გამოვიყენო თქვენის ნებართვით და დავამატებდი პრემიუმ პროდუქტამდე არა მხოლოდ ზეთისხილის მიმართულებით. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს მინდა რომ ზეთისხილზე გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ დიდი მოთხოვნა სხვათა შორის და სანამ ჩვენ ეთერში მოვიდოდით, კითხვები დაისვა. ბატონ გიორგისთან მიდიხართ, სად იყიდება ქართული ზეთისხილი, სვანიძის ზეთისხილი, რომელიც ასეთი პოპულარობით სარგებლობს. ეს კითხვა რომ დაისვა, მე მქონდა ამაზე პასუხი, მაგრამ მინდა რომ აქაც ვახსენოთ არეალში, სად შეიძლება მოხდეს შეძენა არაჩვეულებრივი ზეთის და თან მინდა რომ ხელოვნების ნიმუში ხელში დავიჭირო. ჯერ მხოლოდ ეს არაჩვეულებრივი გრადაცია ფერების, ხო? ხატრობა ამაშიც გამოიხატა, გიორგი? რა თქმა უნდა, ამას ძირითადად ეკა ამზადებს. მაგრამ თქვენ პირველ კითხვას რო უპასუხო. იგი საქართველოში ფაქტიურად ყველა ქსელებში, Carrefour, Agrohappy, Goodwill, ყველა ქსელურ მარკეტში იყიდება. ხო, ევროპროდუქტი თითქმის ყველა ქსელურ მარკეტშია ჩვენი ზეთი. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს ეტაპები, რომ ეს უნდა გაიგოს ჩვენ მაყურებელმა, რომ ეს კითხვა დაისვა, კი ბატონო. ზეთისხილის ბიზნესი საქართველოში, ეს ფუძემდებლობის მიმართულება მინდა განვიხილო კიდევ წლების წინა პერიოდს გავიხსენებ. შედეგზე ორიენტირებული თითოეული ნაბიჯი
თავმაც შემიძლია თქვა. განვლილი წლების მაგალითზე, როგორია სწორედ ცნობიერების ამაღლება საქართველოს, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ცნობიერება იყო ნაკლები წლების წინ სწორედ ზეთისხილის მიმართულებით. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი სვანიძემ მოახერხა ის, რომ ცნობიერება ამაღლდა საქართველოში ზეთისხილის მიმართ. რა თქმა უნდა შეგვიძლია და წარმოიდგინეთ ახლა რაღაცა პერიოდის წინ 2009 წლამდე საქართველოში 100% ზეთისხილი რაც კი შემოდიოდა, 100% სულ იმპორტული პროდუქტი საქონელი იყო და არავინ არ იცოდა საქართველოში, რომ ზეთისხილი იხარებდა ასე. იხარებდა, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ამ ბოლო პერიოდში არა მარტო საქართველოში მიციან, რომ ჩვენ ზეთისხილს ვაწარმოებთ, არამედ მსოფლიომ გაგვიცნო და მსოფლიომ გაგვიცნო დღესდღეობით არა რაოდენობით, ხო, ჩვენ ვერ შევედრებით ესპანეთს, რომელსაც მილიონობით ტონა ზეთისხილი მოყავს და თუნდაც საბერძნეთს, იტალიას, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას, მაგრამ ჩვენი ხარისხით ვართ ყოველთვის ამ 58 ქვეყანაში, რომელიც ზეთისხილის წარმოებელი ქვეყანაა, ვართ ყოველთვის საუკეთესო და ყოველთვის პირველ ხუთეულში შევდივართ. ამას სოფლიო აღიარებს. ნიშნულოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენი ბუნება, წყალი და ეს ყველაფერი ალბათ ეს მართლა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა როა, იმიტომ არის ესეთი განსაკუთრებული ჩვენი ქართული პროდუქტი. მე მახსოვს წლების წინ თურქი პარტნიორები ყავდათ, რომლებმაც გაიკვირვეს, იმდენად სწრაფად გაიხარა ქართულ მიწაზე ზეთისხილმა. რამდენად თუ ხდება ზეთისხილს ქართული მიწა, მინდა ამას თქვენ გაუსვათ ხაზს. კი, უხდება ჩვენ პარტნიორი ბატონი ალი, ჩვენ გვაქვს ბატონი ახმედიც, გვაქვს რაღაცა გარკვეული პარტნიორობაში ქარხანა, პარტნიორობაში პირველი კი არა, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სანერგე აქვთ მსოფლიოში, მისი мама ბატონი ოზელი იყო ძალიან მაგარი პროფესიონალი, რომელიც აწარმოებდა საუკეთესო ენერგებს და ამ საუკეთესო ენერგებმა საქართველოში მართლა საუკეთესოდ გაიხარა. ჩვენ ახლა სხვადასხვა უკვე ბევრ სხვა ჯიშებსაც ვგავთ, ესპანურ ჯიშებსაც, ბერძნულ ჯიშებსაც, რაღაცა იქ ათონისიდან ჩამოვიტანეთ. რაღაც სანერგე გავაკეთეთ, უკვე სანერგეში გამოყვავს სხვადასხვა ჯიშები და მე ვფიქრობ, რომ მალე ქართული ჯიშსაც გამოვიყვანთ და როდის იქნება ეს ქართული ჯიშის ზეთისხილი? გაისათ უკვე ქართული ჯიშის ზეთისხილის გვექნება. კი და თქვენ დაგარგვევინებთ. უღრმესი მადლობა, ეს ჩემთვის დიდი პატივია, სხვა შორის დაწურის პროცესაც მინდა ძალიან რომ დავესწრო. ხო და მთელ თქვენ გუნდს გეპატიჟებით თველში სექტემბერის ბოლოდან ოქტომბერი, ნოემბერია ზეთისხილის დაკრეფის პერიოდი და ანუ მთელი რამდენი ხანი გრძელდება? 2 თვე, ხან ცოტა მეტიც. რამდენი კილოგრამი ზეთისხილი ჭირდება 1 ლიტრის დაწურვას? საერთოდ მსოფლიოში 5 კილოგრამიდან იწურება, მაგრამ ჩვენ 3 და 7, 3 და 8, 4 კილოგრამიდან გამოგდის 1 ლიტრი. საერთოდ რაც უფრო ნაკლები ზეთისხილი ჭირდება, უფრო ხარისხიანი ზეთი. მე მივხვდი, ამის აღნიშვნა მე მინდოდა და ჩემი პროფესიონალიზმით ჩამერთვა ამ ნაწილში. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მეც უკვე პროფესიონალი ზეთისხილის შესახებ. შეგიძლიათ ლექციები ჩაატაროთ. Global Olive Corporation-ი ლექციები ერთად წავიყვანოთ, აუცილებლად ეს კარგი განსახილველი შემოთავაზებაა პირდაპირ არეალის ეთერში, ამასაც ვიმახსოვრებ. Global Olive Corporation ჩამოაყალიბეთ ახლა ხანს. რას გულისხმობს ეს გაერთიანება? ჩვენ საერთოდ, რა თქმა უნდა, ეხლა ჩემი აქცენტი ჩემ სამშობლოა, პირველ რიგში, თქვენ იცით, რომ 17 წელიწადი ჰოლანდიაში ვცხოვრობდი, მაგრამ ჩვენ დავბრუნდით ჩვენ საქართველოში, რაც კი იქ მივიღეთ ჩვენი განათლება და ჩვენი კაპიტალი, რაც შევქმნით, ლიანად ჩამოვიტანეთ და ჩავდეთ საქართველოში. პირველი რა თქმა უნდა, რომ საქართველოში გვინდა დავრუგოთ კიდევ დამატებით 5 მილიონი ზეთისხილის ხე. ბოდიში გაწყვეტინებთ დღეს რამდენი ენერგი გვაქვს? რამდენი? სადღაც 1.200.000-მდე მხოლოდ მე მაქვს საქართველოში 1.000.000-ზე მეტი ხე დარგული, მაგრამ საერთო ჯამში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ეს აუცილებლად მინდა აღვნიშნო და ენერგი მომავალი აწარმოეს საქართველოს
ში აი თვითონ ენერგიის 70% გრანტი, წვეთონის 50% გრანტი, ისეთი ხელისშეწყობაა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროდანაც. სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ეს დარგი და ამ ხელა კულტურის განვითარება ეს წარმოუდგენელი იყო და დიდი მადლობა ამისთვის ყველა იმ საწყისშივე იყო ინტერესი თუ მოგიწიათ დარწმუნება რაღაც პერიოდი ბატონ გიორგი? არა, საწყისშივე იყო. ხო, მე იმასაც მოგიყვებით, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ზეთისხილის ქარხანას, პირველ ქარხანას რო ხსნიდით, კულისებში ვიცინოდით, რომ ჩამოვიდა ვიღაცა ჰოლანდიიდან არიცის რაში და ჩადოს თავისი თანხაოს რა ზეთისხილი, რიზეთისხილი, ვაში დარგოს, კუზენი დარგოს ხო და დღესდღეობით ყველა, აღფრთოვანებული იყო ეს პირველი ზეთი რო გამოვიდა და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, წამყვანი ქვეყნების რიგში ვდგავართ უკვე ზეთისხილის წარმოება. რა თქმა უნდა, წარმოგიდგენიათ, რომ რამხელა ძალა აქვს პატრიარქის ლოცვა კურთხევას, რომ 10 წლის წინ დარგული ერთი ზეთისხილის ხე 10 წლის შემდეგ, ეს იგი 2009-ში დავდგეთ პირველი ზეთისხილი, 2019-ში ხვდები მსოფლიო საერთაშორისო გაეროს ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი ამ ორგანიზაციის და აი ხო, სულ რაღაც 10 წელიწადში და ქვეყნები, რომელიც აი უდიდესი, ხო, ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მთელი მსოფლიოს მოსავლის 97%-ს და მთელი მსოფლიოს ზეთისხილის ტრეიდინგის ვაჭრობის 74%-ს რა. იქ არის ჩვენი საამაყო გიორგი სვანიძე და აი ამდენ 48 ქვეყანაში ჩვენი ქართული ზეთი ყოველთვის იყო განსაკუთრებული. ეს ნამდვილად მეამაყება გიორგი, მე მახსოვს, ნამდვილად მახსოვს ის პირველი ნაბიჯები, კარგად მახსოვს, განვიხილავდით. რამხელა შრომაა ჩადებული ამაში, რამდენი წინ გადადგმული ნაბიჯი საამაყოთ, არა მხოლოდ მედიაში, არამედ თითოეულ ადამიანში, რომელსაც ეთერს გარეთ ვესაუბრებოდით და გაკვირვებათ სხვათა შორის, რომ ზეთისხილი ასე წარმატებას ასეთ მცირე დროში აღწევს. მე აუცილებლად დაუბრუნდები ამ უნარებს, როგორ უნდა მივახციოთ წარმატებას მცირე დროში და თანაც მასშტაბები გავზარდოთ თითოეული ნაბიჯის დროს და სწორად დავგეგმოთ და სწორი მიმართულებები ავირჩიოთ. და ამიტომ მინდა მთლიანი ჰოლდინგიც მოვიკითხო ახლა. მრავალფეროვანი ჰოლდინგი გაქვთ, სვანიძის ჰოლდინგს გულისხმობ. რა შედის ჰოლდინგში? ზეთისხილის საამაყო მიმართულება, რომელსაც კიდევ დაუბრუნდებით, იმიტომ რომ ბევრი დაგვრჩა განსახილველი აქაც. სამშენებლო მიმართულება მინდა კიდევ დავამატოთ და საამაყო ღვინის მიმართულება, რომელიც ასევე დავაგემოვნე წლების წინ პირველად და შემდეგ უკვე ერთგული მომხმარებელიც გავხდი. ხო, ღვინიდან დავიწყოთ. ღვინო საერთოდ კიდევ ბაბუა ჩემი და წინაპრები, როგორც ყველა ქართველის წინაპრები ღვინოს ვამზადებდით. მაგრამ მართლა ამ ბოლო დროს, რასაც ჩვენ მივახციეთ, წარმოგიდგენიათ ერთ-ერთი არა, ალბათ კიდევ არის, მაგრამ შატო სვანიძე არის მსოფლიოში, ლონდონში ყველაზე დიდი და ყველაზე ისეთი fashion, როგორ ვთქვა, იცით, ცნობადი, ანაბელი, წარმომავლობითი და ცნობადი, კი ბატონო. ყველაზე ცნობადი რესტორნები, მიშელინის რესტორნებში იყიდება დღეს შატო სვანიძის ღვინო, რითიც მართლა ჩვენ ვამაყობთ ეს ანაბელი, არტ კლუბი, ჰედონიზმში, ნობუ, ზუმა, ბაგატელი, აი ყველა ისეთ მაგარ ბრენდებში, რა დღეს მთელი მსოფლიო მიცის ეს ბრენდები არის. როგორ შეხვედით უცხოეთის ბაზარზე? ხარისხით მხოლოდ? ხო, ძირითადად ხარისხით ხედავთ, აი ზეთისხილშიც ზეთი გვაქვს უმაღლესი ხარისხით. რასაც სვანიძე აწერია გვარის როგორ შეიძლება ხარისხო იყოს. იქ ყოველთვის პრემიუმია, სწორედ ამიტომ აღვნიშნე საწყისშიც. ექსტრა ვირჯინ ზეთი აქ პრემიუმ პროდუქტზე მინდა გავამახვილა. გვიდევს აქ ზეთი, წარმომავლობითი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მოიკითხა კიდევ ერთხელ და აღნიშნო უამრავმა ადამიანმა. რომელშიც გემრიელი და ჯანსაღი კერძის მომზადება შეიძლება. არსებობს სტერეოტიპები საზოგადოებაში, რომ ზეთისხილის ზეთში შეწვა აკრძალულია და არ შეიძლება. იმ სხროვა სტერეოტიპი ამ შემთხვევაში და მინდა სოფლიო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტს. მინდა სწორედ სოფლიო ზეთისხილის საბჭოს საპატიო პრეზიდენტს მოვკითხო ის რჩევები, რომელიც გამოადგება დიასახლისებსაც. ამიტომ აი პროფესიონალურად გცემთ პასუხს. ზეთისხილის ზეთი არის ისეთი მდგრადი ზეთი, რომ ერთხელ კი არა ორჯერაც რო შეწვა თავის თვისებას არ კარგავს. რა თქმა უნდა, ხა ორჯერ ზეთს არავინ არ აწვავს და არ ხმარობს, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც სალათებში შეგიძლიათ და პირდაპირ ხა მე ყოველდილით რაღაც არსებობს სადილის
პატარა არ ვიცი ხა 20-30 გრამს ყოველთვის ხან ლიმონთან ხან პორტოხალთან ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია კი ხო თუ გნებავთ რომ სულ იყოთ ჯანმრთელად თუ გნებავთ სულ ესე ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ დაცული იყოთ ინფარქტიდან ინსულტიდან და სხვა ყველა დაავადებისგან მიირთვით ზეთის ხილის ზეთი ნამდვილად გიორგი სვანიძე გვაძლევს რჩევას მნიშვნელოვანია ეს ხო შორის თმის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ზეთის ხილის ზეთი თქვენთვის საიდუმლოც ეს ხომ არ არის შემთხვევით არა პირიქით ყოველთვის მაგას ხადაგებ რომ მიირთვით ხალხნო ბევრი ზეთის ხილის ზეთი თუ გინდათ რომ იყოს ჯანმრთელად ნამდვილად უნდა მივირთვათ მithumetes როცა ასეთი ლამაზი ვიზუალით ხდება ზეთი ეს რა არის გიორგი მინდა აი სიჯანსაღის გაუსვა ხაზი ხო წარმოგიდგენიათ მანდ რაც დევს ახლა ამ წუთას ხო კოწახური ნუ წიწაკა სხვადასხვა ხო ის დაფნის ფოთოლი არის ეს ისეთი პროდუქტია რომელიც ზეთის ხილში იხსნება ნუ სასწაულად და აი ყველა აი ამ ვიტამინების ნაკრები არის აი ამ ერთ ბოთლში ჯანსაღი ვიტამინების ნაკრები ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ზეთის ხილის ზეთი გიორგი, მახსოვს რამდენიმე წლის წინ ინსტრუქტორები ჩამოყავდათ საქართველოში, ქართველი ფერმერების პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის ამ ნაწილში. კი, და აქედანაც მიყვავდა. და აქედანაც მიყვავდათ უკვე. დღეს არის ამის საჭიროება? კი, ჩვენ ყოველ წელს დღესდღეობით საქართველოში თუ არის ზეთის ხილის ზეთის ექსპერტი, ოფიციალური ექსპერტი, რომელიც გორდობას უნივერსიტეტში გავაგზავნეთ სწავლებლად. რამოდენიმე ადამიანია, მათ შორის ერთი ნიკა, ძალიან კარგი ბიჭია და ძალიან მაღალი პროფესიონალია. დაბრუნდა. რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია. დასაქმების არეალი რამდენად გაზრდილია, გიორგი, ესეც მნიშვნელოვანია. დასაქმებას გულისხმობ. აქ რამე საინტერესო ხდება? წყალი მიირთვით. დასაქმების არეალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ადგილებზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჰოლდინგის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება. როგორ ესაა ჰოლდინგში? წარმოგიდგენიათ ახლა მარტო ჩვენ კომპანიაში სეზონზე 300-350 ადამიანი მუშაობს მარტო თქვათ კრეფვაზე და ისე ნუ ძღოლი, ტრაქტორი, გუთანი, ბევრი რგოლია, რომელიც პროფესიონალიზმს გულისხმობს სვანიძე ჰოლდინგში და ეს არის ზუსტად ის სხვათა შორის მეგობრული დამოკიდებულება სვანიძე ჰოლდინგში. 1000 აი მინიმუმ ბოდიში გვანცა რო გაწყვეტინებ. მინიმუმ მე ფიქრობ 2-3 ადამიანი დასაქმდა სოფელში, რეგიონებში ზეთის ხილის დარგის ირგულივ. ეს არის რთველი, ქარხანა, დაწურვა, მიტანა, მოტანა, ნუ 1000 რაღაცა ხო, გასხლა, სასუქის შეტანა, ძალიან მართლა ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა და თან იცით რა არის ეს ხალხი რომელიც საქმდება ჩვენ რეგიონებში, ისინი თან სწავლობენ ახალ კულტურას, სწავლობენ ამის გასხლას, სწავლობენ ამის მოვლას, პატრონობას და მე თვითონ გავენ. უკვე ადგილობრივი ფერმერები არიან ინფორმირებულები და პროფესიონალურად ჩამოყალიბებულები და აქვე ვრცელდება ცოდნა, ხომ ასე? ხო, თან აი ხალხმა აღიტაცა რა ზეთის ხილის კულტურა, რა მხრივ ვიცი? ერთხელ რო დარგავს ზეთის ხილს, მე 2000 წელი რა ქვია, კრიფა მოსავალს რა, იღებ მოსავალს. და თან ცოტა ისეთი ზარმაცების არა, მაგრამ ხაი ვასრო უნდა ხო წარმოგიდგენია გადაყოლა და ამდენი გასხლა, ამდენი გაფურჩქნა, ამდენი რაღაცა. ამაშიც დიდი გამოცდილება. პირველი რამოდენიმე წელი მოუვლი და მე 1000 წელი რო ხერო ფორმირებას იღებს, მე გაძლევს მოსავალს. დაკრიფე, დაწურე. და ერთხელ რომ დარგავს ზეთის ხილის ხე, სულ გინდა რომ დარგო ზეთის ხილის ხე, ხო ასეა. მე მახსოვს თქვენს მიერ ნაჩუქარი ნერგი, რომელიც დღეს ხარობს საგურამოს მიწაზე, სხვა შორის მოუხდა საგურამოს მიწა და ისხავს უამრავ ზეთის ხილს. არაჩვეულებრივი ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიცი პროფესიონალური მოვლა, თუმცა როგორც ჩანს, ჩვენს ტერიტორიასაც კარგად ხსნობს. ხელში მაგრა ხარობს ზეთის ხილები და კიდევ გაჩუქებს რაოცი. უღრმესი მადლობა დაპირება ნომერი 3. კი ბატონო. დაპირებას ვაგროვებ, გიორგი. ახალი საწარმოს გახსნაზე ვისაუბროთ. დიახ. მე მინდა რომ აღვნიშნო თითოეული ის განვითარების ეტაპი, რომელიც საამაყოა, იმიტომ რომ ახალი საწარმო ახალ შესაძლებლობებს ბადებს და მინდა ესეც გავაერთიანოთ არეალში. ბაღების და კულტურის განვითარებაზე წლების განმავლობაში შედეგიან ნაბიჯებზე და პოპულარიზაციაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება, რაც ნამდვილად თქვენი დამსახურებაა. როდის გაიხსნა ახალი საწარმო? ესე იგი ჩვენ გავხსენით ახალი საწარმო ოქტომბერი, ნოემბერში გავხსენით ამ წელს ზუსტად რთველი ჩავიბარეთ.
დღესდღეობით მე აუცილებლად მინდა რომ დაგპატიჟოთ და თქვენ ნახოთ ამ თველში, აი მსოფლიოში რაც კი არსებობს ბოლო დანადგარები, ხო? ზეთისხილის დარგში ვაკუუმური დაწურვა, მთელი თავისი გემონური თვისებები და ვიტამინები, რომ შიგნით ცოცხლად დარჩეს, ეს ცივა დაწურული ზეთი, აი ჩამოსასხმელი ხაზი ეს იტალიური დანადგარებით, რომ ბოთლები რო ირეცხება თქვა და სუფთავდება, მე ისიც ვაკუუმურად ხო შრება იწოს, რომ ერთი წლიც არ დარჩეს და ნუ აი თამამად შეგიძლია თქვათ, რომ აი უდაბნოში, ტარიბანაში დღეს დგას მსოფლიოში ერთ-ერთი ბოლო დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა, რომელიც გვაძლევს აი ამ უმაღლეს არაჩვეულებრივ პროდუქციას. ზეთს, რაც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ითვლება. შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ ქართულმა პროდუქტმა გარკვეულწილად ჩაანაცვლა იმპორტირებული პროდუქტი და ბენეფიტური სხვაობა მინდა აღნიშნოთ. აი სწორედ ზეთისხილის ბუნებრივი შეფერილობა, რომელიც თამამად კი არა, თქვენ ხო ნახეთ, იცით აი ამ წინებზე რა ამბავი იყო, რაღაც შემოტანილი ზეთი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ ამ ვინც სასუთის უნებლობას და აი ამ ყველა სურსათის უნებლობას და ამ ყველა ორგანიზაციებს, რომელიც ამოიღეს ზეთი აბსოლუტურად არა უარგისი და მე ყოველთვის შემეგობრებ მეუბნებოდა აი ნუ როგორ ოთის ვიძახდი რომ აი მიირთვით ქართული პროდუქტი ხო ქართული პროდუქტი მაინც ჩვენ მიწა-წყალზე გაზრდილი ჩვენი ანატომია და ჩვენი აგებულება არის ენერგეტიკულადაც ქართული პროდუქტი უფრო მისაღებია ჩვენი ორგანიზმისთვის ვთქვათ ვიდრე რაღაც სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი და ღმერთმა იცის რა ჩამოაქვთ რომელი ახლა ნორმალური ფერმერი ესპანელი თუ იტალიელი გააკეთებს ექსტრა ვერჯინს უმაღლესი ხარისხის ზეთს რომელიც ევროპაში ღირს თქვათ 25 евро და მეტიც და ჩამოიტანს და საქართველოში გაყიდის თქვათ 5 евро და 10 евро ხო არც ერთი ჭკუა ყოფილი არის საქართველოს პოლიტიკა როგორია თქვენი მორგებულია რა თქმა უნდა მორგებულია ეხლა ჩვენც რა გავიტაცეთ ინიციატივა ჩვენი მთავრობის რომ ფასების კლება იყოს და აბსოლუტურად ყოველთვის მიმღებიანი მისაღები იყოს პროდუქციის ფასი, ხელმისაწვდომი იყოს ჩვენს ქსელებთან მოლაპარაკების შედეგად რა თქმა უნდა ჩვენს შევამცირეთ ფასი, მაგრამ ნამდვილად იცოდეთ რომ დღესდღეობით აი Rolls-Royce ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებელს ისა რა ქვია ოპელის ფასში რა თქვა კი ბატონო აი ეს მინდოდა ხო საუკეთესო პროდუქტს თავაზობთ ძალიან კარგ ფასში რა თქმა უნდა თავაზობთ ოპელის ფასში კიდევ ერთი სლოგანი ამბობთ ოპელის ფასში ჩავანაცვლეთ ჩვენ 100% რაც იყო იმპორტი დღესდღეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ 35-30%-ზე მეტი უკვე ადგილობრივი წარმოებული პროდუქტია ჩანაცვლებული თან ჯამრთველი და გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქტია ჩანაცვლებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე წელიწადში, როდესაც ეს პლანტაციები და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თვითონ გლეხებმა და ფერმერებმა აღიტაცეს ეს დარგი და სიყვარულით აკეთებენ საქმესაც, ხო გიორგი? გრგავენ თვითონ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ, რა ვიცი, 50-ს და 70%-ს ქართული პროდუქციით, ჯანმრთელი პროდუქციით ჩავანაცვლებთ იმ იმპორტულ ერთმა უწყის რა შემოტანილ ზეთს. ჯანმრთელი პროდუქტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანმრთელი ნაბიჯები წარმატებისკენ და მწვერვალისკენ და სამაგალითო აქტივობა, რომელიც გადამდებია და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს გადამდები აქტივობა. გავამწვანოთ საქართველოს. გავამწვანოთ საქართველოს. ხალხს მივაწოდოთ ჯანმრთელი პროდუქტი. ადამიანი, როდესაც ჯანმრთელი პროდუქტით იკვებება, ის არის ჯანმრთელი, დიდხანს ცხოვრობს, ენერგიული და ბედნიერი და გავახაროთ, გავაბედნიეროთ ხალხი. გადავცეთ ერთმანეთს ბედნიერება, ეს არის თავარი, კი ბატონო. საექსპორტო ქვეყნებად რომელია მიჩნეული აი ამ პოზიტივის გასავრცელებლად და ამ ჯანმრთელი ენერგიის გასავრცელებლად? ამ ეტაპზე ყაზახეთი, ჰოლანდია, მიდელისტი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გვაქვს მოთხოვნა. რა თქმა უნდა, გაისათ რაც უფრო მეტი პროდუქცია გვექნება, ძალიან დიდი მოთხოვნა ჩინეთიდან, დუბაი, საუდი და ეს არაბული ქვეყნებიდანაც. უკვე თავისუფლად საუბრობთ ამაზე, ჩამონათვალი ვრცელია, ამიტომ წლების განმავლობაში მოთხოვნა დიდი იყო ნამდვილად მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებიდან. და მე ვფიქრობ, საქართველოს ბაზარს პირველ რიგში რომ
ავითვისებთ, მე უკვე უფრო ექსპორტით. სოფლიო ყევები არ მოქმედებს ამ ბიზნესზე? ზეთის ხილზე არა. ზეთის ხილზე არ მოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ეხლა ყველაზე და ყველაფერზე მოქმედებს, რა თქმა უნდა, მაგრამ კვების ობიექტები, კვების პროდუქტი მაინც ახლა ისეთია, რომ ადამიანს ნაკლებად მოქმედებს. რომ ჯანმრთელად იყოს და ცხადია. თავადაზნაურული წარმოშობა გაქვთ გიორგი, მრავალი თაობით. მაშინ სად იყო ზეთის ხილი? მე მახსოვს თან ინვესტორებიც ყავთ წინაპრებში, ახლა ხანს ვნახე, მოვისმინე საშას პოდკასტში სხვათა შორის, ზიგერის ფაბრიკას გულისხმობ. იყო ზეთის ხილი იმ პერიოდში? არა, იყო, იცით რა, სხვათა შორის აი ღვინოზე მაგალითად გვაქვს ფიალა, დოქი, ყანწი, სადღეგრძელოები, თამად, ანუ ყველაფერი გვაქვს ღვინოს ირგვლივ და. ზეთის ირგვლივ რა ვიცი ხა არც ზეთის ირგვლივ არ ზეთის ჭურჭელი მოიძებნება და არ ზეთის ესეთი კულტურა რომ აი თქვათ ხეც 2000 წელი ხარობდა სადღაც ერთი თხე ის როგორ არ შემორჩა აქამდე კი ბატონო 1000 ხე თუ არა 2000 წლის შემდეგ შეგხვდება აქტიურად საქართველოში ჩვენი დღევანდელი დარგული შეგხვდება და თან კიდევ მოსავალს მისცემს ხალხს და ზეთის ხეის ჭურჭელზეც მუშაობთ ჭურჭელის განვითარებაზეც კი არა არა ჩვენ მქონდა რაღაცა საუბარი რომ აი თიხის ჭურჭელში ჩამოვასხათ ესეთი ოღონდ მოჭიქულში რა თქმა უნდა მოჭიქულ ჭურჭელში უფრო მნელი შიგნით უფრო ნაკლები მზის ხივი მოხდება და უფრო დიდხანს შეინახება ზეთის ხილის ზეთი არა ალბათ გამოუშვებთ რაღაცა ისეთ ქართულ ჭურჭელს გამოუშვებთ ზეთის ხილის რომელიც 2000 წლის მერეც როგორც ეს ზეთის ხილი ასე შერჩება თაობას. Zato მიყვარს თქვენთან საუბარი ყოველთვის გადაცემაშიც და გადაცემის ფარგლებს გარეთაც. ყოველთვის იმ ზუსტ მიმართულებებს გვიტოვებთ, რომელიც სამომავლოდ მოსაკითხი რჩება და იმედიანად ბრუნდებით ისევ იმ მოტივაციით და პოზიტივით თქვენთან, რომ მოვისმინოთ უკვე შედეგიანი საქმეები, რაშიც არასდროს არ გქონია აცდენა. ყოველთვის დაპირებული, სრულდება და მოვდივართ და შედეგზე ორიენტირებით, კიდევ მომავალს გვპირდებით და ცხადია რომ ის შედეგიც გვაქვს. ბიზნეს პარტნიორებს როგორ არჩევთ? გიორგი, ეს არის საინტერესო, როგორ იქნება ნდობა. ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა პარტნიორობაში და ყოფილა თუ არა შეცდომა მიუხედავად მრავალფეროვანი გამოცდილების. იცით რა არის აი ახლა რა უკვირდები ყოველთვის კარგი ბიზნეს პარტნიორი მხვდება რა, იმიტომ რომ დღემდე ჩემი ბიზნეს პარტნიორები, რომელიც იყვნენ თქვა 25 წლის წინანდელი და 20 წლის წინანდელი, აი ვისთანაც ერთად ბიზნესი გაგვიკეთებია, დაგვიმთავრებია ბიზნესი, ან ახალი დაგვიწყია, ან არ დაგვიწყია, მაგრამ დღემდე ერთად მივდივართ დასასვენებლად, ერთ მეგობრობს და აი არ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ აი ბიზნეს პარტნიორთან რაღაც სუდი ხო ან კონფლიქტი ან რაღაცა გადამხდომოდა. აი ყოველთვის ბიზნეს პარტნიორებთან რა ვიცი მეგობრობას ეკრძალებ. ესე იგი სწორად არჩევთ საწყისშივე. ყოველთვის სიახლეზე ხართ ორიენტირებული, სიახლის შექმნაზე ხართ ორიენტირებული. რა არის მომდევნო მწვერვალი? მე ვიტყოდი იდეა, რომელიც ჯერ არ განგეხორციელებიათ და დიდი ხანია იდეის დონეზეა. არის ასეთი რამ, რაც ჯერ გიორგის ვანძეს არ განგეხორციელებიათ? კი პასუხებს, სწორედ არჩევ. ალბათ სწორედ ვარჩევ და სწორედაც ვიქცევი. აი ყველაფერს ბიზნეს პარტნიორთან ურთიერთობას სადაც რა ვიცი ალბათ ცოდნა და ყველაფერს როდესაც ადამიანი სწორად ხო ყოველთვის ამას შედეგიც დაუყოვნებელია კი ბატონო რა თქმა უნდა ეს ორმხრივი არ არის ცალმხრივი კი ორმხრივი ცხადია და ეს არის ზუსტად სასიხარულო როცა ორმხრივად ხდება ეს ნდობაც და პარტნიორობის ბენეფიტებიც რომელიც შემდეგ საქმეშიც და შედეგშიც გვევლინება მომდევნო მწვერვალზე მინდა გავამახვილო ყურადღება და იდეა რომელიც შეიძლება აი დიდი ხანია ძალიან ბევრი ეს მინდოდა რომ გეტყვა ძალიან ბევრი მწვერვალები გველოდება წინ გიორგის ვანიძემ კიდევ ერთი დაპირება თქვა რეალში არის ისეთი იდეა იდეის დონეზე დარჩენილი სოფლიო მასშტაბით ჩვენ შეჩვეული ვართ ამას თქვენგან სოფლიო მასშტაბით წარმატებას კი ბატონო ჩვენ ლოკალურზე არ ვარ თუმცა ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება და იმ ცოდნის საქართველოში ინტეგრირება და საქართველოს წარმატებით ამაყოლზე მეც და ჩემი წინაპრებიც თქვენ ზინგერზე მკითხეთ და რო ჩატოში რო ჩავბრძანდები ჩვენთან ნახავთ იქ რომ
ესე იგი წარმოგიდგენიათ რა დროიდან ვართ ინვესტიციები დაკავებული ჩვენ და ჩვენი მე არ ვიცოდი სხვათა შორის ოჯახი და ჩემი წინაპრები ბაბუა ჩემის მამას ჰქონდა ისა ქუთაისკაია დვარიანსკაია გიმნაზია დამთავრებული და ხო მაშინ ზინგერის მაღაზია და რაღაცა ხო სამკერაო მანქანების იმათი ჩამოყვანა რაღაც შემოყვანა წარმოგიდგენია იმ დროს როდესაც ის არ იყო რა ქვია ფაქსი არ იყო იმეილი არ იყო მობილური ტელეფონი არ საერთოდ ტელეფონიც არ იყო ხო ინვესტიციები კეთდებოდა საქართველოში ხო 1800 რომ 98 წელი და თუ ნუ რაღაც მე-18 მე-19 საუკუნეზე ბაბუაზე გვაქვს საუბარი ახლა გიორგი ბაბუა ჩემს მამაზე წარმომავლობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ენერგეტიკულ ველს, რომელიც დღემდე მოდის ცხადია და თქვენც იგივე ველს დატოვებთ. და ალბათ ამიტომ გუიადვილდება რა ჩვენც რაღაცა გენებში გვაქვს მაგ. წარმატება გენებშია. მანამდე კიდევ ჩვენ ისინი ტამპლიერები ვიყავით. საერთოდ მე 7-8 თაობა სამღვდელოება და აი ტამპლიერები, რომელიც ყოველთვის საქართველოს იმაზე რა ქვია საგუშაგოზე ვიდექით ესე რომ ვთქვათ რა. სამღვდელოება ჩემს წარმომავლობაშიც არის. სამხატვრო გამოცდილებას ჩემი ციციშვილია. და ეს ნუ ეხა სკალბატონი რაღაცა ყოველთვის ზანთან პედაგოგი და დამსახურებული პედაგოგი რაღაცა და ყოველთვის ხალი ძალიან მკაცრი იყო რა. აი რაღაც მკაცრი როგორ იცი აი ზომიერად მკაცრი. ხო რაღაცა საჭიროების მიხედვით ყველაფერი უნდა ესე ყოფილიყო. დღეს შექება ის мотиваცია რომელიც მშობლებიდან მოდის არის მთავარი ხაზი თქვენი წარმატების? რა თქმა უნდა, კი. ყველას რა ქვია, ყველა მშობელს ის რა თქმა უნდა ურჩევნია რომ დაუხარია რომ შვილი იყოს მასე უკეთესი და წარმატებული. რა თქმა უნდა აღზრდილი და ცხადია, ბევრი ბენეფიტური მიმართულება გასათვალისწინებელია. შვილების მთავარი ჩვენ ახლა რა რითი ვართ ბედნიერები რომ ჯერ რა თქმა უნდა მშობლები გვიყვარს, მშობლებს ვაფასებთ და მშობლების პატივისცემით ჩვენ ვასწავლით ჩვენ შვილებს უკვე მე თავიანთი მშობლების პატივისცემას და ესე და мотиваციას გადავცევთ ერთმანეთს. რა мотиваციაც გვაძლიერებს და შემდეგ ქმნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბენეფიტებს. მე მრავალფეროვნებაზე არა მხოლოდ სვანძის ჰოლდინგში საუბრობდი, ჰოლდინგის მიმართულებაზე, არამედ თავად გიორგი სვანძის მრავალფეროვან არჩევანზე ბავშვობიდან. სამხატვრო გამოცდილება დღეს სათჩას ბიზნესმენის ცხოვრებაში. ხო ხედავთ რამდენი რამეს ვაშენებთ. ხო, მე დეველოპერულ ბიზნესში. დეველოპერულ ბიზნესში ხო, მაშინ ჩვეულებრივად საჯარო სკოლა მაქვს დამთავრებული და პარალელურად კიდევ ბავშვთა აკადემია. ესე იგი, დილიდან რაღაც პირველ 2 საათამდე დავდიოდი ჩვეულებრივ სკოლაში და მერე ვთქვათ 2-დან საღამოს ესე 8 საათამდე თუ ხან 6-მდე დავდიოდი ამ სამხატვრო ბავშვთა აკადემიაში. ფაქტობრივად 20 წლის ისა რა ქვია მასალა. ხო გავიარე 10 წელიწადში რა. რა თქმა უნდა დამტვირთველი იყო ალბათ, მაგრამ მაშინ ბავშვი რო ხარ, იმ ხელა ენერგია გაქვს, ვერაფერს ვერ გზნობდი და პირიქით სიამოვნებით ერთი სასწავლები და მეორეში გადადიოდი და მახსოვს იქ რა ვიცი, რას არ ავსწავლობდით ხელოვნებად ცოდნეობიდან დაწყებული, ფერწერა, გრაფიკა, ხალიჩების ქსოვა, ჩიკანკა, რავი, ყველაფერს რაც ხია. ხალიჩების ქსოვაც იცი? აბა შეგიძლიათ ახლა მოგხსოვოთ ხალიჩა? თავისუფალ დროს. კი, შემიძლია. შემდეგ გადაცემაში მოვითხოვ თქვენს მიერ მოგხსოვოთ პატარა ხალიჩა საქმეში მოგხსოვ რა ქვია. შეგვიძლია? კიდევ ერთი დაპირება, ხოთო ჩემო განებიურებული ვარ შემოსრულის ერთი რამე. პირდაპირ ეთერში გხსოვთ ერთად ხალიჩას და ჩვენ გვიკეთებთ ტრენინგს. როგორ უნდა მოგხსოვოთ ხალიჩა პირდაპირ ეთერში არიოს. ხოთო ჩემო განებიურებული, ძალიან დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი мотиваციისთვის ნამდვილად. აი საინტერესოა კიდევ უკვე სახასიათო მიმართულებებიც გავიაროთ. რომელია პრიორიტეტი ბიზნესმენისთვის? იდეალიზმი თუ მატერიალიზმი? თუ შეიძლება ორივე შეთავსება. ეხლა ვიცი, ჩემი სტუდენტების პერიოდი მახსენდება. საერთოდ ჩემი იმის რა ქვია ფილოსოფიის ლექტორი
პირველივე სეზონი სემესტრი როგორც იწყებოდა მართმევდა ნიშნების ფურცელს ჩამიწერდა ფრიად და წადიო არ მოხვიდეო შენო იმაზე რა ქვია ლექციებზე რა რატო და მიშლი ლექციებს და ის იყო მატერიალისტი მაშინ ხო კიდევ ჩვენ კომუნისტური წყობის კი ბატონო ბავშვები პერიოდი იყო ასეთი პერიოდი იყო და ნუ მე იდეალისტი ვიყავი და ჩვენ ამ მატერიალისტი და იდეალისტი ერთი მეორეს კამათში გადიოდა ლექცია რა და ამ კაცს ხონდოდ რაღაცა კიდევ მატერიალიზმზე ელაპარაკა რაღაცა არ მიეცა საშუალება ხო და მე არ ეცემოდა საშუალება და აღარ მეკამათებოდა და პირდაპირ ფრიადი იყო დაფიქსირებული რაც ისე კარგად სწავლობდი სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც არა ნუ ესეც სამოტივაციო ხაზია განათლება მრავალი მიმართულებით ყოველთვის ბადებს წარმატებას ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საკითხში ამას ხშირად უნდა გაუსვათ ხაზი პოპულარობას კარგავს გარკვეული თქვენ კითხვაზეც გაგცემთ რა პასუხს აი წარმოიდგინეთ ხო ჯერ იდეა იბადება სიტყვა და მე ამ სიტყვას მოსდევს საქმე კი ბატონო როგორ შეიძლება რამე გააკეთო და მე ვფიქრო ხო ჯერ ხო ვფიქრობ და მე აკეთებ ამიტომ ორივე შეტაცება მე მატერიალი სამშენებლო დეველოპერულ ბიზნესზეც მინდა გავამახვილო ყურადღებას ბოლოსკენ მივდივართ უკვე არ გვაქვს ამდენი დრო ვერ მოგაცდენთ ცხადია მე ვიცი რომ თქვენ უკვე საათზე იყურებით მილიონი შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი ძალიან დიდი მადლობა დროისთვის კიდევ ერთხელ თქვენს ვაფასებ ჩემ დროს ვაფასებ თქვენს ნებისმიერ საქმიან ნაბიჯს ნამდვილად იმიტომ რომ შედეგიანია და ნამდვილად სამაყოა რა ხდება დეველოპერულ ბიზნესში დღეს რა სიახლეებს გვთავაზობს სვანიძე ჰოლდინგი ჩვენ ერთ-ერთი კომპანია რამოდენიმე პროექტები გვაქვს ეს არის ციხისძირი პეტრა არის ჩვენ ერთ-ერთი პეტრას პროექტებია ჩვენ სადაც მე ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვაშენებთ ციხისძირში ვაშენებთ გუდაურში ვაშენებთ ბორჯომში ვაშენებთ თბილისში ხო ყველა როგორც ყველა სიახლეები თქვენიც რომ მე სულ რაღაცა ეს სიახლეები და რაღაცებით ვარ დაინტერესებული. ნამდვილად. ასე შემოვიყვანეთ ჩვენ ვალორი ჰოსპიტალიტი, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბრენდი და იმ ჩვენ რეზორტს მთლიანად მართავს ვალორ ჰოსპიტალიტი. ვაშენებთ რამოდენიმე სასტუმროს, ეს არის პულმანი, სოფიტელი, სვისოტელი გუდაურში. და იქაც გვინდა რომ ადამიანებს სურვილებს ისეთი სერვისი და ისეთი მომსახურება შევთავაზოთ, რაც რა თქმა უნდა საქართველოს ახლა მიკრებს ფეხს და ბევრ ევროპულ ქვეყნებში, თუნდაც საზღვარგარეთ ქვეყნებში, აი იგივე სერვისი გვინდა გადმოვიტანოთ, იგივე ადამიანი რომ მოდის, თქვათ, ციხისძირში და დასასვენებლად, იმან ისეთი კომფორტი უნდა იგრძნოს იქ, რომ არაფერზე არ უნდა იფიქროს, არ უნდა იფიქროს წყალი ჩამოდის, იქ სადღაცა ონკანია გამოსაცვლელი, რაღაცა ყვავილია დასარგავი. აი ამ ყველაფერ სერვისს უწევს ვალორ ჰოსპიტალიტი. შენ მარტო ჩამოდიხარ პეტრასი რეზორტის ჩვენ პროექტში. დაიცვენე ფიფიქრე როგორ ამდენი იცურავსად რომელ რესტორანში მირთვა თქვა სადილის აღშამის ათქონდეს როგორ ხასიათზე ხარ რითი გაერთო ტენისი გინდა ითამაშო ჩოგბურთი გინდა ითამაშო თუ კალათბურთი გაცურო გინდა თუ რაღაც ველოსიპედი დაატრიალა ყველა სერვისი უქმნით დავკარგე მე სამუშაო არეალი ახლა უკვე დამშვიდი დავისვენ და დარწმუნებულად ჩვენი მაყურებელი საქმეში ის რა მომხმარებელს რომელიც პეტრაში შეიძენს და კინგს გარდენში თავის ბინას თუ საცხოვრებელ ადგილს მას ექნება ყოველთვის ძალიან მაღალი ხარისხის სერვისი და როდის სრულდება პროექტი? ჩვენ ძალიან ბევრი პროექტები გვაქვს, ამიტომ იმედია რომ არასოდეს არ დასრულდება. რა თქმა უნდა, სულ მოძრაობაში იქნება. სულ ახალი და ახალი პროექტები განვითარდება. უკვე დაგეგმილი? უკვე დაგეგმილი წლის ბოლოს 2027 ამ წლის ბოლოს ერთი პროექტი სრულდება 28 წელს მეორე პროექტი სრულდება ხო მე 30-ში მესამე პროექტი სრულდება ამიტომ გეტყვით რომ წინსწრებით ვართ აი მშენებლობის პერიოდშიც როგორც ხარისხით ასე რამოდენიმე თვით ადრე ვასწრებთ სხვათა შორის მომხმარებლებიც აღნიშნავენ რომ თუ სხვა რაღაც
ჩვენ კონკურენტ კომპანიებს, რა თქმა უნდა, მე არასოდეს არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ თუ თქვათ რაღაცა ზოგან არის ისე რომ ვადები იგვიანო, ჩვენ პირიქით ვართ რა, ვადებს ცოტა უფრო ვადებს ძალიან ისე მკაცრად მივყვებით. ჯანსაღი კონკურენცია აუცილებელია, გიორგი? რა თქმა უნდა. ეს არის მაინსპირებელი რა თქმა უნდა. ბიზნეს შექმნაში. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ასეც ვიცოდი. როგორია საკუთარ ტერიტორიაზე, გიორგი, ზღვის არეალში გაერთიანება? ეხა მინდა აუცილებლად ეს აღვნიშნო, რომ ისეთი სასიამოვნო მოსაუბრე ხარ და ისე ვლავირებ სხვადასხვა კითხვებში და პასუხებში, კი ბატონო. შენთან ბაასი და საუბარი არის ერთი დიდი სიამოვნება. ჩემთვისაც უდიდესი სიამოვნება. მართლა ძალიან ვაფასებ ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ. შენი თამადობით თუ შენი სახით მინდა ყველა ჟურნალისტებს და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ უთქვენოთ ბიზნესი ვერ შედგებოდა, უთქვენოთ ჩვენ ვერ ვიქნებოდით წარმატებულები, იმიტომ რომ ცნობადობა, რეკლამა, ეს ყველაფერი, რასაც თქვენ, როგორც თქვენ წარმოგვაჩენთ ჩვენ ბიზნესმენებს, ამას ძალიან და ჩვენ პროდუქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ და თქვენ ყველა ჩვენ ვართ ერთი გუნდი, პარტნიორებიც კი და ერთი მეორეს რა თქმა უნდა ხელი შემწყობ. ძალიან დიდი მადლობა ამის აღნიშვნისთვის და კიდევ ერთი мотиваციისთვის, რომელიც გვამდიდრებს და მეტ ინსპირაციას გვაძლევს, რომ ის ყველა პირობა მოვიკითხოთ, რომელიც დარწმუნებული ვარ მალევე ვადაზე ადრე შესრულდება, დარწმუნებული ვარ ამაში და პირობას დავიტოვებ, რომ მალე გაერთიანდებით კვლავ არეალში. აუცილებლად. კიდევ იქნებით ჩვენი სტუმარი არაერთი წარმატებული პროექტით. უღრმესი მადლობა იმ შედეგისთვის, რომელიც აქამდე მოიტანეთ და რომელიც მაინსპირებელი გახდა ნამდვილად თითოეული ადამიანისთვის და ბევრი ბიზნესისტვისაც, სხვათა შორის, რომელიც სამოტივაციო ხაზად მიგიჩნევთ, ქონია ამაზე საუბარი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც და უღრმესი მადლობა ამ კონტენტის შექმნისთვის, რომელიც ამაყოთ გვაქვს საეთერო სივრცეში, ახლა უკვე მედიის პასუხს გეუბნებით. დიდი მადლობა შემოქმედებით გუნდს, რომელიც ჩვენთან ერთად იყო დღეს, თემოშერის, რომელმაც სხვა შორის იზრუნა ჩემს ჩაცმულობაზე, დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო. უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი ესთეტიური, ვიზუალური დახვედრისთვის, თქვენს არაჩვეულებრივ ოფისში და კიდევ ერთ ოფისში უნდა გესტუმროთ, რომელიც ასევე ძალიან ლამაზია, როგორც ვიცი ეთერს გარეთ მოვიკითხე ეს ამბავი. მადლობა არეალში გაერთიანებისთვის. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ თქვენი წარმატებებს გისურვებთ. შევხვდებით ერთმანეთს კვლავ არეალში, მორიგი საინტერესო სტუმრით და საინტერესო სამოტივაციო ხაზით. დაგველოდეთ.